ქართველმა მორაგბეებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. ამასთან დაკავშირებით 6 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერი მატჩი, სადაც მონაწილეობდნენ მინისტრები, ვეტერანი მორაგბეები და მთავრობის წარმომადგენლები. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე წარმატებით იასპარეზა და ბოლო მნიშვნელოვანი შეხვედრა ნამიბიის ნაკრებთან გამარჯვებით დააგვირგვინა. ამ გამარჯვებით საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური გაინახა. დღეს ჩვენ ქართული რაგბის ისტორია შევქმენით. ეს მსოფლიო თასისთვის ავტომატური კვალიფიკაციის მინიჭებას ნიშნავს, რასაც ვზეიმობთ. საჯის ზოგიერთი გადაწყვეტილება არასწორი იყო, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ. საჯი ცუდეს თქმის უფლება არ გვაქვს, მაგრამ ისეთი გუნდი როგორიც საქართველოა, თუ საჯმა ეხა 1, 2 და 3 ზანოს არ ჩაუთვალა, მერე ირევა ყველაფერი, იმიტომ რომ არ ვარ ჩვენ ეხა დიდი გუნდი. და რაც შეეხება საქართველოს თამაშს, ჩვენი პრობლემა არის, რომ ჩვენ პატარა გუნდთან თუ ამ პარტავნობაში არ ჩაუმართვათ, მე უკვე მაგაზე წინ მდგევარ, ესე მგონია საქართველოს მაგაზე წინ დგას ჩვენი წარსულიდან გამომდინარე, ყოველთვის გუჩის კონცენტრაციის გაკეთება. და ეს ყველაფერი ერთად შეიკრიბა და გამოვიდა ესეთი თამაში. ბორჯალოსნებმა მსოფლიო თასზე შეხვედრა მოიგეს ტონგასთანაც. ორი მატჩი წააგეს არგენტინისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან. თუმცა როგორც უცხოური პრესა წერდა, ქართველმა მორაგბეებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს ამ უძლიერეს გუნდებს. უფრო მეტიც, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან წაგების მიუხედავად, ზოგიერთ მომენტში დაჯაბნეს კიდევაც მოწინააღმდეგე. ლელოები უცხოეთში ასე მოიხსენიებენ ბორჯალოსნებს. საგულისხმოა, რომ ახალ ზელანდიასთან და ტონგასთან შეხვედრებში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე აღიარეს. აღსანიშნავია ის სასიამოვნო ფაქტიც, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ღირსებას მსოფლიო თასზე ხაზეთის 3 მკვიდრი მერაბ შარიქაძე, კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა იცავდნენ. წარმატებით მოასპარეზე ქართულ მორაგბეებს გულშემატკივრები და მხარდამჭერები ინგლისშიც გამოუჩნდნენ. საქართველოში კი მათ გასამხნევებლად უჩვეულო შეხვედრა შედგა. ნამიბიასთან დაგეგმილი ისტორიული მატჩის წინა დღეს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მთავრობის წევრებმა და ვეტერანმა მორაგბეებმა მიიღეს. სუხიშვილების ცეკვის აკადემიის წევრებმა მატჩის დაწყებამდე შევარდენის სტადიონზე მისულ გულშემატკივარს საცეკვაო ფლეშმობი შესთავაზეს. ამხანაგური მატჩის მინისტრები და ვეტერანები ბორჯღალოსნებისთვის მიზანი ქართულ მორაგბეთა მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა გახლდათ. შეხვედრა ფრედ 5-5 დასრულდა. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ Rugby World Cup არის ჩემს შეხვედრაში ამცელს და თქვენი გუნდი თამაშობს ძალიან კარგად. წინ საქართველო. ძალიან კარგია, რომ ჩვენს იდეას შემოერთდნენ ვეტერანი რაგბისტები, ასევე ჩემი კოლეგები, პარლამენტის წევრები. ზეიმი შედგა უკვე ყველა ხედავთ რა განწყობაც არის. აქ ყველა გამარჯვებულები ვართ, იმიტომ ჩვენ გვაერთიანებს სპორტის და საქართველოს სიყვარული და იმედია, რომ ეს თამაშიც ხელ შეუწყოს რაგბის პოპულარიზაციას და რაგბი ერთ-ერთი მთავარი სპორტის სახეობა, რომელშიც უამრავი ახალგაზრდა ჩაებმევა და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი წარმატებებს ვიზეიმებთ ერთად. იმიტომ მოვედი, რომ პარლამენტი არ დარჩენილიყო. ისი პარლამენტიც მზად არის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. პირველ რიგში ბატონ დავით სერგეევკოს უთხრა დიდი მადლობა ამ ვეტერანთა თამაშის ორგანიზებისათვის, რომელიც მისგვნილი გვაქვს ხვანძელი თამაშისათვის, როგორც იცით, ხვალ დიდი რეგბია ინგლისში სოფლიო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები ხდება ნამიბიის ნაკრებს და ჩვენ აქედან
ყველანაირად ხარს უჭერთ. უშემატკირო და მინდა უსურვო წარმატებები, დიდი და დიდი უზარმაზარი წარმატებები. საზეიმო განწყობა აქვს ყველას, როგორც მატჩის მონაწილეს, ასევე მაყურებელს. ეს არის ვეტერანების თამაში და მთავრობის წევრების ურევიან ალაგ-ალაგ, რომელთაც ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ჩვენ დამოუკიდებულება, სოლიდარობა და მხარდაჭერა რაგბის ნაკრები გუნდისთვის, რომელიც ინგლისში მსოფლიო ჩემპიონატზე იცავს საქართველოს ღირსებას. ჯერა ქართველი მორაგბეების მომავალი პროგრესის. ქართველებმა უნდა იამაყონ ამ მსოფლიო თასზე მიღწეული წარმატებებით. ასე აფასებდნენ მსოფლიო სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები მსოფლიო თასზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას. ცნობილი ფრანგული გაზეთი ეკიპი თავის საიტზე ატარებს გამოკითხვას თემაზე: ხირს თუ არა სარაგბო 6 ერის პირველობაზე საქართველოს ნაკრების დამატება. 15,000-ზე მეტი ადამიანია გამოკითხული და სასიხარულოა, რომ მათი უმრავლესობა მომხრეა საქართველოს ნაკრები ევროპული რაგბის ელიტაში მიიღონ. ამდენად ქართველი მორაგბეების მიზანი მიღწეულია. ბორჯღალოსნებმა ნამიბიელებთან დაძაბული მატჩის შემდეგ მსოფლიო თასის ავტომატური კვალიფიკაცია მოიპოვეს და ამით ქართველი გულშემატკივარი გაახარეს.